გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. შეუჩერებელი PSG და რას ამბობს ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩა ზედა ჩვენს ნაკრებზე. მამარდაშვილის თავდაჯერება იზრდება. რას ამბობენ გიორგის შესახებ? მოტივაციისთვის კი ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას მადლობას გიხდით, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. ტრანსფერი 5 მილიონად. ოთარ კიტეიშვილი სერია A კლუბის რადარზე. ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმის ნამდვილი ვარსკვლავია და ბევრს უყვის რომ ამდენი ხანი ავსტრიულ გუნდში დარჩა. მაგრამ იტალიური გამოცემა კალჩო ლაინი ტორინოს მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. ტორინო შემადგენლობის განახლება სჭირდება და ოთარ კიტეიშვილის შესაძლოა ამ კანდიდატებს შორის იყოს, რომელთა დამატებას ტურინელები ეცდებიან. 29 წლის ქართველი ფეხბურთელის შესაძლოა ტორინოსთვის იდეალური ვარიანტია. სპორტულმა დირექტორმა დავიდე ვანიატიმ, რომელიც მუდმივად ეძებს პოტენციურ ტრანსფერებს, შეიძლება ფეხბურთელის შტურმიდან 5 მილიონ ევროზე ნაკლებად წაიყვანოს. მისი კონტრაქტი ავსტრიულ კლუბთან 2027 წლის ივნისში იწურება, რის გამოც შეიძლება ფასი უფრო დაბალიც იყოს. კიტეიშვილი კი შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ქართველს ასევე შეუძლია ცენტრალურ ნახევარმცველადაც თამაში. წერია გამოცემაში. პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპული ბრენტფორდს ესტუმრა და 2-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და რამდენიმე კარგი მოგერიება შემოგთავაზა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველი მეკარის თამაში მერსესაიდულმა გამოცემებმა შეაფასეს. Liverpool.com ფეხით თამაში ისე უჭირდა. შადეს დარტყმის მოგერიება შეეძლო, მაგრამ ბურთს ბადეში შესვლის უფლება მისცა. ორი კარგი მოგერიება ჰქონდა და დამსკორს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. Liverpool.com გაშვებული გოლის დროს ვერაფერი მოიმოქმედა, თუმცა შორიდან დარტყმები გააუვნებელყო. Sisi Senfield Liverpoolis მეკარის როლში მისი თავდაჯერება აშკარად იზრდება, მაგრამ გოლებს მაინც უშვებს. ეს დაცვის სისტემის არასტაბილურობის გამო ხდება. ის უკვე იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია თანაგუნდელებს მითითებები მისცეს. შეხვედრის დროს კი დავითივით ხრიალებდა. წერია გამოცემაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ლივერპულის ფანები ძალიან გაბრაზებულები არიან. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა. შეხვედრის შემდეგ ისინი სოციალურ ქსელში შემდეგ კომენტარებს წერენ. Manchester United-იც კი იგებს, ჩვენ რა გვჭირს. დაცვა საშინელ ფორმაშია, მარტო მამარდაშვილი ვერ გვიშველის. ახლაც გამოჩნდა, რამხელა როლი ჰქონდა ტრენდს. ერთადერთი, ვინც ფეხბურთელს გავდა, მამარდაშვილი იყო. დაცვა ძალიან უყურადღებოდ თამაშობს. ვან დაიკიც დაბერდა. წერენ ლივერპულის გულშემატკივრები. ლიგა 1-ის მეცხრე ტურში PSG-მ ბრესტი 3-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში პირველი შედეგიანი მოქმედება ჩაიწერა აქტივში. ხვიჩამ კი 70 წუთი ითამაშა და შეფასებად 6.1 ქულა დაიმსახურა. ამ გამარჯვებით კი PSG ლიგა 1-ში 20 ქულით პირველ ადგილზეა. ალბათ შეამჩნევდით იმასაც, რომ PSG ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაში განსხვავებულად თამაშობს. წინა შეხვედრა პარიზულმა კლუბმა 7-2 მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ანგარიში ერთადერთმა ადამიანმა ჭანტომ გამოიცნო, რომელმაც ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული ანგარიშის გამოცნობა შეძლო. ამის შემდეგ კი PSG-მ ბრესტი დაამარცხა. ამასთან დაკავშირებით კი კომენტარი ლუის ენრიკემ გააკეთა. ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაში ერთი და იგივე გუნდი ყავს. იგივე იდენტობა გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ტრამვების გამო ფეხბურთელები არ ყავდა. თითოეული მატჩი განსხვავებულია, მაგრამ მე ერთნაირი მენტალობა და იდენტობა დავინახე, რომ გვინდა ყველაფერი მოვიგოთ როგორც გასულ სეზონში. ამ ხრივ სანერვიულოს ვერ ვხედავ. ძალიან მნიშვნელოვანია თამაშით სიამოვნების მიღება და ტკბობა. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მიზანია. განაცხადა ლუჩო. PSG კი დასახულ მიზანს მიუყვება და გუნდის შესანიშნავ ფორმაშია. წინა სეზონის შედეგების განმეორება კი აბსოლუტურად შესაძლებელია. რაც შეეხება ხვიჩასა და საქართველოს ნაკრებს, ოქტომბერი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის იოლად გადასატანითო ნამდვილად არ ყოფილა. ხოლო რით იყო განპირობებული ჯვალოსნების ასეთი სუსტი ასპარეზობა და უნდა დატოვოს თუ არა ნაკრების ფრანგმა დამლიგებელმა ვილისანიოლმა თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გოგა გახოკიძემ ასეთი პასუხები გასცა. ოქტომბრის თამაშებში ძველებული მონდომება და შემართება აღარ იგრძნობოდა, რასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისგან ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ და გამუდმებით ველოდებით. თანაც სრული საბრძოლო შემადგენლობითაც ვიყავით, მაგრამ საბრძოლო სულისკვეთება არ ჩანდა. იმედი ამ ყველაფრის სათანადოდ გაანალიზება და შემდგომ გამოსწორება მოხდება. თურქეთის ნაკრების შესარჩევ ეტაპზე რომ ჩვენზე კარგად გამოიყურება ეს ფაქტია და ალბათ შემადგენლობითაც გვჩობს. მაგრამ რომ ავიღოთ ხვიჩა კვარაცხელია, დამიჯერეთ, მისი ნახევარი დონის მოთამაშეც კი თურქებს არ ყავთ. აქედან გამომდინარე ვინჩენცო მონტელას კრებულმა გუნდურობისა და მონდომების ხარჯზე გვაჭობა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ თბილისში ყველაფრის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დაგვაკლდა. რაც შეეხება ვილის ანიოლს, არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით მის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე ხაზის გადასმა. ფრანგ სპეციალისტს უდიდესი როლი მიუძღვის საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესში. თუ ასე ცუდად გაგრძელდა ყველაფერი, რა თქმა უნდა ვილის გადადგომა ლოგიკური იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ნაჩქარევად მეჩვენება. განაცხადა გოგა. დრამატული კლასიკო. რა მოხდა მოედანზე? ილდიზის სანაცვლოდ ალონსომ ზადა
ცხადაა, რომ მბაპეს გარდა ყველა გაუშვას, რა გეგმა აქვს რეალის დამრიგებელს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. მადრიდის რეალის თავკაც ჩაბი ალონსო სურს, რომ კენან ილდიზი თავის გუნდში იხილოს. როგორც გოლ მიწერს ამის შესახებ, აგენტმა ჯოვანი ბრანჩინიმ განაცხადა. იუვენტუსის თურქი მარცხენა ვინგერით მრავალი ევროპული კლუბია დაინტერესებული. ალონსოს ილდიზი რეალში სურს. ჩაბი კი მზად არის, რომ ნებისმიერი გაუშვას მის მოსაყვანად კილიან მბაპეს გარდა. იუვენტუსი კი ამჟამად კენანის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს, განაცხადა ბრანჩინი მეისისთან. აღსანიშნავია, რომ ალონსო 20 წლის ფეხბურთელის მიმართ აღფრთოვანება პრესკონფერენციაზეც დაადასტურა, რომელიც იუვენტუსთან შეხვედრამდე გაიმართა. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ მადრიდსა და იუვენტუს შორის ილდიზის პოტენციურ მომავალზე დისკუსია არ ყოფილა, ილდიზმა მიანიშნა, რომ სურს მომავალში ლოს ბლანკოს წარმოადგენდეს. ყველა ბავშვი ოცნებობს ამ სტადიონზე თამაშზე. ფიქრობ, ეს ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში და ახლა იქ თამაშის შესაძლებლობა ახდენილი ოცნება. ჩემპიონთა ლიგაზე ისეთ კლუბთან თამაში, როგორიცაა მადრიდის რეალი, უბრალოდ წარმოუდგენელია, განაცხადა ილდიზმა. მე კი გეტყვით ასევე იმასაც, რომ კენან ილდიზის მოქმედი კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ტრანსფერმარკეტზე კი მისი საბაზრო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს ელ კლასიკო გაიმართა, სადაც მადრიდელებმა კატალონიელები 2-1 დაამარცხეს. თამაშის შემდეგ კი განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა ეპიზოდები, რომლებიც ლამინ იამალთან იყო დაკავშირებული. ცნობილია, რომ რეალის ფეხბურთელები ახალგაზრდა ტალანტის წინასამაჩო კომენტარებით საფრად იყვნენ გაღიზიანებულნი. იამალმა კი შეხვედრამდე აღნიშნა: "გძარცვავენ, საჯები შეცდომებით სარგებლობენ, წუწუნებთ და აკეთებთ იმას, რის შესახებ არაფერი ვიცით." ამ განცხადებამ კი ესპანურ მედიაში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. მედიაში კი გავრცელდა ის ინფორმაციაც, რომ შეხვედრის შემდეგ დანი კარვახალი იამალთან შეხვედრასაც გეგმავდა. სიტუაცია კი შეხვედრის დასრულების შემდეგ დაიწყება. ფინალური სასტონის შემდეგ კარვახალი იამალს მიუახლოვდა და უთხრა, რომ შობდა ნაკლები ელაპარაკა. სწორედ აქ გაჩაღდა კამათი, რომელმაც ემოციური ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა. სიტუაციას კი ვინი ჟუნიორმა დამატებითი ნავთი დაასხა. ბრაზილიელი კი იამალ შემდეგ სიტყვებს ეუბნებოდა: "შენ ბევრს ლაპარაკობ, სულ ლაპარაკობ, ახლა ილაპარაკე, შენ მხოლოდ უკან პასებს აკეთებ." ამაზე გაბრაზებული იამალი კი ვინისიუს გასახდელში ეძახდა, რის შემდეგაც ბრაზილიელი გასახდელისკენ გარბოდა, თუმცა ის თანაგუნდელებმა დაიჭირეს და სიტუაციას განმუხტეს. ერთი სიტყვით, ჩვენ საკმაოდ დრამატული კლასიკო ვიხილეთ. ამ ფაქტზე კი კომენტარი დე იონგმაც გააკეთა. ჩემთვის კარვახალი საქციელი გაუგებარია. ის არბიტრი საფინალო სასტონის შემდეგ იამალთან მივიდა და განუცხადა, რომ ბევრს ლაპარაკობდა. არადა ეს ყველაფერი შეეძლო კლასიკოს დაწყებამდე ტელეფონითაც გაეკეთებინა. მით უმეტეს, რომ ისინი ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელები არიან. კარვახალი გუნდის კაპიტანია და თუ ესპანეთის ერთ-ერთ ლიდერთან რაიმე უკმაყოფილება აქვს, ამას ყველას დასანახად არ უნდა გამოთქვამდეს. რაც შეეხება იამალის ცნობილ სიტყვებს, ყველაფერი გაზვიადებულია და სხვა არაფერი, განაცხადა დე იონგმა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.